ალბათ ძალიან ბევრი შეუწუხები ხართ სამუხრუჭე დისკების ვიბრაციას. აი ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ აი ახალი დისკი დავაყენე და ვიბრირებს და ვერ გავაჩუმე და არ ვარ გაის ბრენდი და ასე შემდეგ. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი ვთქვათ შეიძლება იყოს დაბალფასიანი, ასე ვთქვათ, საშუალო ხარისხის. ეხლა თუ ინდოელის გასხიოსნებული ხელფეხი არ არის შეხებული ზედ და ნორმალურ ადგილას არის გაკეთებული. ყველა სამუხრუჭე დისკზე ცდილობენ რომ რამენერად სწორად გააკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენი კომფორტის გამო კი არა, თავიანთი კომფორტის გამო, იმიტომ რომ წუნი ბევრი არ იყოს და ტვინი არ გაებულყოთ, ასე ვთქვათ რა. ცდილობენ რომ რაღაცა დონის სისტორე და ხარისხი დაიცვან. უმეტეს შემთხვევაში 90% სამუხრუჭე ახალი თუნდაც მეორადი სამუხრუჭე დისკები ვიბრირებს იმის გამო რომ აი ეს ჩამსმელი ადგილი მორგვის საკისარზე, სადაც დისკი ჯდება, არ არის კარგი გაწმენდილი. აი ხა ძველი არის, მე ეს გადასაგდებია, მაგრამ საკისარი აქ ამის გაფუჭებული, ზედაპირი მუშაა, ასე ვთქვათ. აი ამ ზედაპირს ჭირდება ხოლმე გაწმენდა. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ ავტომობილებს, რომლებსაც აი ესეთი ასე ვთქვათ, გაიკის გასაკეთებელი კი არა, აი ბოლტებზე რომელიც კეთდება მეორენაირი რა, გრძელი ბოლტებით რომ ეჭირება. იმაზე სამუხრუჭე დისკები დამაგრებულია პირდაპირ აი ამ მორგვზე, ანუ სპეციალური ნახრეტი აქვს და სპეციალური ჭანჭიკებით მაგრდება. ამ შემთხვევაში ახლა ეს Subaru შემთხვევაში ეს უბრალოდ ამაზე კიდია, ანუ ეს სამუხრუჭე დისკი და ძალიან ხშირად რამდენჯერაც ბორბალს მოხსნი, რამდენჯერაც მოკლედ რაღაცა მოგინდება, ეს დისკის მოხსნის დროს სამუხრუჭე დისკებიც თავისუფლდება, ასე ვთქვა და ამათ შორის მჭიდრო კავშირი არ აქვს ხოლმე, ანუ ასე ვთქვათ, თავისუფალ დაკიდებაშია. როდესაც დისკს უკან მოუჭერ, ისევ პრესავს ზედ და ეხლა 15-20 წელი თუ დისკს არ მოხსნი, კი ბატონო, შეიძლება მიდუღდეს შიგნით ეს ჟანგი და რაღაცები გაიკეთოს, მაგრამ ის ავტომობილები, რომლებიც ჭანჭიკებით არის დამაგრებული, რომლებზეც სამუხრუჭე დისკები ზედ არის დამაგრებული და შეიძლება წლები არ მოხსნათ, უბრალოდ აი მაგალითად დისკს მოხსნი, მაგრამ ის სამუხრუჭე დისკი ზედ არის დავინტული და მუდმივად იკეთებს კოროზიის ფენას და მოხსნის დროს ზედ რჩება ეს ხორკლები. და გაწმენდა ჭირდება, იქ ჯაგრისები მაქვს ახლა ნაჩვენები, ნებისმიერი ჯაგრისით არსებობს კიდევ უკეთესი ჯაგრისები, ასე ვთქვათ, სპეციალური საპრიალებელი ჯაგრისები, რომლითაც შეგიძლიათ ეს ზედაპირი გაწმინდოთ, ასე ვთქვათ, ან თუ მიხვალთ სახელოსნოში, გააწმენდიოთ მაინც, ან იაროთ ისეთ სახელოსნოში, სადაც ამ თემას წმენდნენ და ისე აყენებენ. პლუს ამას საპოხი მასალაც საჭიროა ხოლმე ალუმინის ან სპილენძის შემცველი. მაგრამ ბევრი არა, ძალიან ცოტა. და ეს კონკრეტული ახლა ეს ინფორმაცია, რასაც მე თქვენ გეუბნებით, ეს არ არის ჩემი გამოცდილება მხოლოდ. ამას აი ოფიციალურად ისეთი ბრენდებიც იძახიან, რომ რავი, ყველა ბრენდი ამას იძახის, რომ გარანტიას არ იძლევიან, თუ ამას არ გაწმენთ. თუნდაც Brembo, თუნდაც AT და ნებისმიერი რა. როდესაც ახალ სამუხრუჭე დისკს აყენებ, ეს ზედაპირი უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ აქ რომ მილიმეტრის მიათედიც იყოს ცუდომილება, მე მოქმედებს ეგრეთ წოდებული ბერკეტის ეფექტი, რომელიც რაც უფრო გრძელია, ასე ვთქვათ, ეს აცდენა, მით უფრო დიდი ვიბრაცია ექნება. რაც უფრო შორიდან არის რა ბერკეტის ეფექტი მოგვექა და არ ვიცი ესე მარტივად როგორ ახსნა. თუმცა ბევრი ვარ ვილაპარაკო, ვიბრაცია აქედან გამომდინარეობს 90%. იმ შემთხვევაში თუ დამუხრუჭების დროს აქვს ვიბრაცია, ეს შეიძლება გამოიწვიოს როგორც სამუხრუჭე ხუნდებმა, ცუდმა, ასევე მიმმართველები, რომელიც თვითონ სუპორტებზე დგას, შეიძლება იჭედება და გვერდულად აწვება, ესეთ რაღაცას აკეთებს და ვერ იჭერს კარგად თავს. და ბევრი მიზეზი, თუმცა სulis დროს აი დისბალანსი შეიძლება გამოიწვიოს აი ამან. ეგაა და ეგ.